საქართველოს ეკონომიკური განვითარება, საინვესტიციო პოლიტიკა, ექსპორტის მხარდაჭერა, სახელმწიფო შესყიდვების რეფორმა, ყველაფერი რაც ბიზნესის დღევანდელობას და მომავალს განსაზღვრავს. ეს საკითხები იქნება ღამის ბიზნეს პარტნიორის დღევანდელი თემები. სააგენტო აწარმოეს საქართველოში გასული 2 კვირის განმავლობაში საქართველოს დელეგაციასთან ერთად საერთაშორისო არენაზე აქტიურად იყო წარმოდგენილი. შანხაის ყველაზე დიდ იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი წარსდგა. სოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ ფორუმზე Web Summit 2025-ზე კი ქვეყანას ტექნოლოგიური შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება ჰქონდა. ამ თემების მიღმა კვლავ აქტუალურია Eagle Hills-ის პროექტიც, რომლის ირგვლივაც დიდი საზოგადოებრივი ინტერესი და კითხვებია. როგორ ხედავს საქართველოს ჩინეთის ბაზარზე პოზიციონირებას, რამდენად საინტერესოა ქართული სტარტაპები ინვესტორებისთვის და რას ნიშნავს Eagle Hills-ის მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელება საქართველოსთვის? თორნიკე ზირაქიშვილის სააგენტოს აწარმოეს საქართველოში დირექტორის მოადგილეა ბიზნეს პარტნიორის ღამის ეთერის პირველი სტუმარი. საღამოშტობისა, მადლობა გააცემაში სტუმრობისთვის. მე იმედი მქონდა, რომ Eagle Hills-თან დაკავშირებით ცოტა ხანი მაინც აღარ მოგვიწევდა საუბარი. თუმცა ის საკითხები, რომელიც გარკვეულწილად ამ პროექტს უკავშირდება, კვლავაც აქტუალურია და მიუხედავად იმისა, რომ რაღაც გარკვეული პერიოდის წინ მე და თქვენ ამ თემას ერთხელ უკვე შევეხედა საკმაოდ ვრცლადაც, დღევანდელ გადაცემაში კვლავაც მინდა რომ ვისაუბრობთ ამ თემაზე, თუმცა რადგან სულ ახალი დაბრუნებულები ხართ ჩინეთიდან, ჩინეთით დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი ეთერი და მე უკვე მივყვეთ იმ საკითხებს, რომელზეთან მიმართებაშიც აი ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული კითხვები. ჩინეთი საკმაოდ ისეთი წარმატებული სტუმრობა გამოგივიდათ, მთავრობის მეთაური იმყოფებოდა ასევე ამ გამოფენაზე. რატომ აქვს მნიშვნელობა მაყურებლისთვის უფრო ახსნადი რომ იყოს, რატომ აქვს მნიშვნელობა ამ ტიპის გამოფენების საქართველოს მონაწილეობას, იმიტომ რომ ერთი შეხედვით ეს არის ჩვეულებრივი გამოფენა, ვინც არის ის დაუშვათ ეს ნაწილი, რაც არ უნდა მასშტაბური იყოს. ჩვენ რას ვიღებთ სარგებელს, სახელმწიფო ამ შემთხვევაში რატომ არის დაინტერესებული და ის ქართველი მეწარმეები, რომლებიც ყავდათ დაუშვათ იმყოფებოდნენ ამ შემთხვევაში ჩინეთში, რამდენად რეალურად ხედავენ საკუთარი თავისთვის სარგებელს აი ამ ტიპის პროექტებში მონაწილეობის მიღების კუთხით. რა თქმა უნდა, როცა ჩინეთს ეხება საუბარი, რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი ბაზარი ქართული პროდუქციისათვის და სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში. ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული გამოფენა თავისი მახასიათებლებით, რომელიც არის ორიენტირებული იმპორტზე ქვეყანაში და ეს არის ქართული კომპანიებისთვის დიდი შესაძლებლობა. ის რომ წელს საქართველოს იყო წარმოდგენილი საპატიო სტუმრის სტატუსი, ეს იყო საერთოდ ახალი დონე ქვეყნის წარმოდგენის ამ გამოფენაზე. ჩვენ მერვედ ვიღებთ მონაწილეობას ამ გამოფენაში, თუმცა პირველად მოგვანიჭა საპატიო სტუმრის სტატუსი, რამაც მოგცა საშუალება, რომ განთავსებული ყოფილიყო ჩვენი პავილიონები 3 სხვადასხვა თემატურ პავილიონში და ამასთან დაეკავებინა 1000 კვადრატზე მეტი ტერიტორია. აქ იყო როგორც ეროვნული პავილიონი, ასევე მოიცავდა 40-მდე ქართულ კომპანიას, რომელსაც შეძლეს თავისი პროდუქცია წარედგინათ და ეპოვათ პარტნიორები ამასთან მიმართებაში. შესაბამისად, უკვე გვაქვს პირველად შედეგები და ვიცით, რომ ის კომპანიები, რომელთაც წარმოდგენილი ამ გამოფენაზე, მათთვის იყო ყველაზე წარმატებული გამოფენა. სწორედ ერთ-ერთი ფაქტორი იყო ის, რომ რას ნიშნავს პირველადი შედეგები უკვე გვაქვს და რას ნიშნავს წარმატებული იყო ბიზნეს რიცხვებში უყვარს საუბარი და შესაბამისად საინტერესოა. რამდენად გაზომვადია ასეთი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ავუხსნათ ადამიანებს, რომ სარგებლის მიღება რამდენად შეუძლია თითოეულ იმ ბიზნესს, რომელიც ამ ტიპის პროექტებში იღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, თითოეულ კომპანიის წარმატება ფასდება რამოდენიმე კრიტერიუმით. პირველი ეს არის მიზნობრივი შეხვედრები, რამდენად მათ ნახეს შესაბამისი პარტნიორები ადგილზე და გააცნეთ მათ საკუთარი პროდუქცია და მეორე კრიტერიუმი ეს არის, რომ რამდენად შეძლეს უკვე გაეფორმებინათ ან მისულიყვნენ რაღაც შეთანხმებამდე სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით. უკვე გვაქვს მსგავსი ნიშნები, როგორც გაფორმებული, ასევე შედარებით პირველ ეტაპზე შეთანხმებული პროექტები კომპანიების მხრიდან, რაც მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი თვალსაზრისით, ჩვენ ყოველთვის თითო გამოფენას ვაფასებთ ამ კრიტერიუმით. თუ სახელმწიფო და ჩვენი სააგენტო პარავს ერთ ლარსაც კი გამოფენაში მონაწილეობის, ჩვენ უყურებთ რამდენ შემოსავალს პოულობს აქედან კომპანია და ყოველთვის შევხედავთ, რომ 15-ჯერ, 16-ჯერ ან 17-ჯერ მეტი შემოსავალია კომპანიას თითო ჩვენ გახარჯულ ლარზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ჩვენც როცა ვარჩევთ ახალ გამოფენას და მსგავსი შედეგიანობით შეგვიძლია დავახასიათოთ იგივე ჩინეთის საერთაშორისო გამოფენა. ამასთან ერთად მას ჰქონდა მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც იყო ეროვნული პავილიონი, სადაც ჩვენ ჰქონდა წარმოდგენილი საქართველოს ფოლკლორი ელემენტები, ასევე შემდეგ კულტურა და ისტორიული ნიმუშები, რომელსაც გამოიწვია განსაკუთრებული დაინტერესება და ალბათ ყველა მიხილა ის რიგები, რომელიც იდგა საქართველოს პავილიონთან, რომ ხალხი გაცნობოდა ჩვენ კულტურას და ისტორიას, რაც რა თქმა უნდა
განსაკუთრებულ მომენტებია ჩვენთვის. ლობიანის დასაგემოვნებლად საკმაოდ ძველ რიგს უყურებდით საინფორმაციო გამოშვებაში ეს თემა აქტიურად იყო გაშუქებული. რატომ არის საინტერესო ჩინური ბაზარი ქართული პროდუქციისთვის და მარტივი პასუხი ამ კითხვაზე ძალიან დიდ ბაზარზეა ხო საუბარი და შესაბამისად არ მეგულება ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი რომელიც დაუშვათ ამ ბაზარზე შესვლით არ იქნებოდა დაინტერესებული მაგრამ რა პრინციპით ირჩევიან ის კომპანიები რომლებიც ამ შემთხვევაში თქვენთან ერთად იღებენ ამ ტიპის გამოფენებში მონაწილეობას და რამდენად არის მერე უკუგება მათივე საქმიანობიდან გამომდინარე ან რა პერიოდში უნდა დაინახოთ მაგალითად რომ ამა თუ იმ კომპანიას უკვე აქვს რეალური შედეგი. პირველ რიგში უნდა შევადაროთ ეს ჩვენ არსებულ მექანიზმს, ანუ ავტომატურ რეჟიმში ჩვენი კომპონენტი არის, რომ ვაფასებთ თითოეულ კომპანიას ელექტრონული სისტემის საშუალებით და ელექტრონული სისტემა ახდენს რანჟირებას იმ კომპანიებს, რომელთაც იგრძევა საშუალება რომ წამოვიდეს გამოფენაზე. ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა არის უმსხვილესი გამოფენა. ჩვენთვის შესაბამისად შეგვიძლია რომ ყველაზე მეტი კომპანია წავიყვანოთ სწორედ ამ გამოფენაზე და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი ამ კომპანიებისათვის. ჩვენ ამასთან ერთად დავერგეთ ახალი კომპონენტი, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ, ეს არის კომპანია Alibaba-სთან თანამშრომლობა რომელიც მოიცავს სრულად ახალ შეთავაზებას ქართული მეწარმეებისთვის და ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის, რომ ჩვენ შევძლებთ 50 კომპანიაზე მიგვაღწია შეთანხმება კომპანიასთან და ამ შემთხვევაში წლის ბოლომდე უკვე განთავსდებიან ეს კომპანიები ამ პლატფორმაზე და მათ იქნებათ ახალი შესაძლებლობა, რომ გაასწრონ საკუთარი პროდუქცია და რეალურად შეთანხმებას მიაღწიონ სხვადასხვა საერთაშორისო შემსყიდველთან. რაც შეეხება ჩინეთის ბაზარს, ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ კომპანიები ახდენენ თავისი პროდუქციის ადაპტირებას, რომ მოხდონ ამ ბაზარზე შესვლა. რა თქმა უნდა, არის ორი დიდი ფაქტორი, რამაც განაპირობა ქართულ კომპანიების დაინტერესება ამ ბაზრით. პირველი ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ქვეყანას აქვს და რამაც გახადა უფრო მარტივი ამ ბაზარზე წვდომა და შესაბამისად უფრო კონკურენტუნარიანი გახადა ქართული პროდუქციის ფასი. მეუხვად ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რომელმაც ერთგვარი ნიშანი მიანიჭა საქართველოს, ჩვენ ვართ სანდო, ეფექტური და კარგი პარტნიორი და ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ამ გამოფენის ფარგლებში მეწარმეები და პარტნიორები ინფორმირებული იყვნენ ამის შესახებ და უკვე ისინი მათ ჰქონდათ გარკვეული ნდობა ქართული პროდუქციის მიმართ. აუცილებლად ვიკითხავ სამომავლოდ დაუშვათ სხვა კომპანიებმაც რომ იცოდნენ რა კრიტერიუმებს უნდა აღმაყოფილებდნენ ისინი ამ ტიპის გამოფენაში რომ მონაწილეობა მიიღონ თუმცა ახლა ჩემი შემდგომი შეკითხვა არის 300 მილიონი არის ექსპორტი საერთო ჯამში 2024 წელს ხო რეალურად აი იმ ყველაფრისთვის რომელიც ახლა ჩამოთვალეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისთვის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებისთვის ეს რამდენად ღირებული თანხა 300 მილიონი ძალიან დიდი თანხაზეა საუბარი თუმცა იმდენად ბევრი სახელმწიფოს მხრიდან იმდენად აქტიური თანამშრომლობა მიდის იმისთვის რომ დაუშვათ ეს ბაზარი ღია იყოს რამდენად აქტიურია თავად ბიზნესი რომ დაუშვათ ამ ბაზარზე აქტიურად შევიდეს რომ დაუშვათ 300 მილიონი ერთ დღეს გახდეს 600 და უფრო მეტი ალბათ რთულია უბრალოდ თქვა 300 მილიონს ვიმჯეროთ, მაგრამ შეგვიმჯეროთ ზდის კომპონენტი, სადაც ჩვენ გვაქვს თითქმის 50%-იანი ზდა ამ ბაზარზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. 50%-იანი რასთან შედარებით? გასაწევთან შედარებით, რაც ქონდა ამ კომპონენტში. შესაბამისად, ქართული ბაზარი ახერხებს იმას, რომ აითვისოს ეს და ორი მთავარი მოცემულობა, რომელიც არის, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ამ ქვეყანასთან. უკვე ეს მოცემულობები ქმნის იმ შესაძლებლობას ამ კომპანიებს, რომ კიდევ უფრო მეტად აითვისონ ეს ბაზარი და თითოეული ესეთი სეგმენტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ ვიქნებით წარმოდგენილი საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, Alibaba-s პლატფორმაზე, თუ მაგალითად Cialis გამოფენაზე, რომელიც ასევე ჩინეთში იმართება, ეს ყველაფერი არის დამატების შესაძლებლობა კომპანიებისთვის, რომ მათ შეძლონ ამ ბაზრის კიდევ უფრო მეტად განვითარება. ამასთან ერთად ჩვენ ვაძლევთ კომპანიებს თითოეულ შესაძლებლობას, რომ ინდივიდუალური ექსპო გრანტის ფარგლებში მათ მოახდინონ ამა თუ იმ გამოფენაზე თავად მონაწილეობა, თვითონ შეძლონ ამ გამოფენების დაფარვა. ვის შეუძლია და რა პრინციპით ირჩევიან ეს კომპანიები, რომ ადამიანებს და იმ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც ახლა ამ ეთერს უყურებენ და არ ქონდათ პირობითად შესაძლებლობა ან ინფორმაცია რომ ამ გამოფენაზე მიიღოთ მონაწილეობა რომ იცოდნენ რომ მომავალ წელს პირობითად რა კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეიძლება მოხდნენ ისინი ამ გამოფენაზე. აწარმოა საქართველოში წლებია გვაქვს ერთიანი პლატფორმა რომელიც არის TradeWithGeorgia.com სადაც შეუძლია ნებისმიერ მეწარმეს დარეგისტრირდეს და მას ჰქონდეს სხვადასხვა რესურსები და წვდომა ამასთან ერთად შექმნას თავისი ეგრეთ წოდებული პროფაილი საიდანაც ჩვენ უკვე ვხედავთ ამ კომპანიას როგორც პოტენციურ ექსპორტიორს, არსებულ ექსპორტიორს ან შესაძლო დაინტერესებულ ექსპორტიორს. ჩვენ ამ პლატფორმის საშუალებით უკვე გვაქვს წვდომა ყველა სახის პროგრამაზე, რომელიც სააგენტოს გარეშე ექსპორტის მხარდაჭერის ნაწილში, ამასთან ერთად იმავე პლატფორმაზე ნებისმიერი გამოფენა, რომელსაც ჩვენ მონაწილეობთ, იდება ამ კონკრეტულ გამოფენაზე და შეუძლია თვითონ მეწარმეს შეავსოს ესა თუ ის აპლიკაცია, რომ მიიღოს მონაწილეობა. როგორც აღნიშნე, ყველა ეს შემთხვევაში ხდება ავტომატურ რეჟიმში კომპანიების შეფასება, მათი ზომით კატეგორიის მიხედვით, მათი სერტიფიკატის მიხედვით, გამოცდილებით ექსპორტის ბაზარზე და ჩვენ ვახდეთ მათ რანჟირებას, რომ თქვა, შედარებით პატარა კომპანიებს
მოუწიოთ ნაკლები გადასახადი მონაწილეობისთვის, შეიძლება დიდ კომპანიებს რა თქმა უნდა პროპორციულად მეტი გადასახადი. მაგრამ მაშინ მონაწილეობა შეუძლია თანაბრად ყველას იმის მიუხედავად დიდია თუ მცირე ზომის კომპანია? აუცილებლად და ჩვენ გარკვეული კრიტერიუმებიც კი გვაქვს, თქვათ პირველად მონაწილე კომპანიების, რომელსაც ენიჭებათ უპირატესობა, იმიტომ რომ ისინი პირველად იღებენ მონაწილეობას ამაში. გარკვეული უპირატესობა გაგვაჩნია შედარებით საშუალო ზომის კომპანიების, რომ შევძლოთ რომ მათი ინტერესებიც იყოს დაცული და მცირე კომპანიები შედარებით ნაკლებ თანხას ეხდიან. ამიტომ ჩვენ შევეცადოთ რომ ბალანსი დაგვეჭირა მსხვილ და მცირე მეწარმეებს შორის, იმიტომ რომ ჩვენი ინტერესია რომ ყველა სახის მეწარმე იყოს დაფარული. და თითო შემთხვევაში ჩვენ უყურებთ ამ კრიტერიუმებს და ხდება მათი პერიოდული გადახედვა, რომ ვნახოთ რომ ხომ ბალანსი დაცულია და ყოველთვის ყველა გამოფენაზე ხომ არის დიდი და მცირე კომპანიები წარმოდგენილი თანაბრად. კი ბატონო, ყოფილა დავუშვათ პრეტენზიები კომპანიების მხრიდან, რომ მათ ვერ მიიღეს მონაწილეობა, არ მოხდა რომ იმ სისტემამ დავუშვათ ისინი ჩათვალა იმ კომპანიებად, რომლებიც დავუშვათ ამ კონკრეტულ გამოფენაზე უნდა წასულიყვნენ. აი ამ მიმართულებით კითხვები ყოფილა თუ არა ამ პრეტენზიები და მე თუ რა ფორმით გაგიციათ პასუხი, ან როგორ დაგიკმაყოფილებიათ ესა თუ ის კომპანია? გასული 4 წლის განმავლობაში არის ის პერიოდი, რაც ჩვენ დავნერგეთ ეს პლატფორმა და რაც ამ პლატფორმის შემოღება მოხდა, ფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე სისტემა გაგვაჩნია ჩვენ ნებისმიერი კითხვა ან საკითხი რომელიც შეუძლია კომპანიამ მოიკითხოს ამასთან მიმართებაში არის საჯარო მისთვის რა თქმა უნდა და შეუძლია რომ ნახოს რა პარამეტრი მან ვერ დააკმაყოფილა რომელ კომპანიასთან მიმართებაში შეფასდა ის თქვათ ნაკლებად ან რა მოხდა ამ თვალსაზრისით შესაბამისად თითოეულ კომპანიას აქვს სრული ინფორმაცია იმაზე რა შეუძლია მან რომ გაამუჯობესოს ან მიიღოს უკეთესი კულა იმისათვის შემდეგ შემთხვევაში მოხდეს თუმცა რასაც ჩვენ უყურებთ ძირითად შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ და შევძელით ის რომ დაგვაკმაყოფილოთ და ინტერესი იმიტომ რომ როცა ჩვენ ვხედავთ რომ თქვა იტვირთება ერთი გამოფენა ზედმეტად და მაგალითად გვაქვს 10 ადგილი და არის ინტერესი 15 კომპანიისგან ჩვენ აუცილებლად მიმართავთ ხოლმე გამოფენას და ვთხოვთ რომ თუ შეიძლება გაგვიზარდოთ სივრცე რომ მოვახდინოთ კიდე დამატებით 5 ან 4 კომპანიის დაკმაყოფილება და ძირითად შემთხვევაში ეს გათვალისწინებულია ხოლმე გამოფენის მხრიდან და რა თქმა უნდა ვახერხებთ იმას რომ უმეტეს შემთხვევაში რამხელა ინტერესიც არის ვცდილობთ იგივე სახის წარმოდგენა გქონდეს გამოფენაზე. კი ბატონო, თქვენ უკვე ახსენეთ თითი ალბათ ყველაზე დიდი გიგანტი ჩინური Alibaba სახით, რომელთან თანამშრომლობაც ძალიან მნიშვნელოვანია და როდის არის უკვე გადაწყვეტილება თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ, აი როდიდან შეეძლებათ ქართულ კომპანიებს უკვე საკუთარი პროდუქციის განთავსება Alibaba-ს პლატფორმაზე? შეგვიძლია ვთქვათ, რომ 50 კომპანია, რომელიც უკვე წინასწარ ჩვენ შევარჩიეთ, უკვე რეალურად ჩართულია ამ პროცესში, ხდება მათი ადაპტაცია პლატფორმაზე. ჩვენ უკვე ვნახეთ პირველი სატესტო ვებ-გვერდებიც კი, როგორც იქნება გამოიყურება მათი ეგრეთ წოდებული პროფაილის გვერდები ამ პლატფორმაზე ძალიან შთამბეჭდავია, ძალიან კარგად არის ეს წამოჩენილი და ჩვენი მოლოდინა დეკემბრის თვეში უკვე საზოგადოებასა ყველა შეძებს რომ ნახოს ამ კომპანიების უშუალო განთავსება ამ პლატფორმაზე. კი ბატონო, რაც შეეხება ვებ-სამიტს, საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო ეს ამ შემთხვევაში მონაწილეობაც. აქ რა სურათი გქონდა და რამდენად თქვენ ასევე ჯიტა ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული სახელმწიფოს მხრიდან იმ მიმართულებით რომ რეალურად რაც შეეხება ტექნოლოგიურ ნაწილში ძალიან ბევრი ახალი პროექტი წამოვიდეს, ახალი კომპანია გაშდეს, ახალი სტარტაპი და შემდგომ და ბიზნეს პარტნიორი ერთ-ერთი ალბათ ის გადაცემა, სადაც სტარტაპერებთან მიმართებაში ძალიან ბევრს საუბრობთ, რომ მაქსიმალურად მეტ კომპანიას ჰქონდეს შესაძლებლობა აი ამ საკუთარი პროდუქციაზე ამ გაგებითაც საუბრის. ამიტომ საინტერესოა ეხლა რით იყო გამორჩეული დაუშვათ ეს ვებ-სამიტი 2025 და რამდენად გავიზარდეთ ამ ნაწილში, ანუ ქართული ეკოსისტემა ამ მიმართულებით რამდენად გაიზარდა აი იმ პროგრამების ხელშეწყობის საფუძველზე, რომელიც დაუშვათ რომელსაც სახელმწიფო პირდაპირ თუ არაპირდაპირ ახორციელებს სხვადასხვა სააგენტოების საშუალებით. ვებ-სამიტი ალბათ გამორჩეული ღონისძიებაა, რადგან ის მოიცავს ორი სააგენტოს ძალიან ახლო პარტნიორობას, მაშინ მოაწევთ ჩვენ როგორც აწარმოება საქართველოში და ინოვაციების ტექნოლოგიის სააგენტო თანაბრად და ჩვენ ორივეს გვაქვს გარკვეული მიზნები, რის მიღწევასაც ვცდილობთ ამ გამოფენის ფარგლებში. ჩვენი ინტერესი როგორც აწარმოება საქართველოში არის რომ შევხვდეთ უმსხვილეს IT კომპანიებს და მათ მოვუძიდება მოვახდინოთ საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ უკვე საერთო სტატუსით უკვე საგალოს 150-ზე მეტი კომპანია საქართველოში და ამასთან ერთად ჯიტას ინიციატივა და ჯიტას მიზნობრიობა არის ამ შემთხვევაში ის რომ მოიზრდოს უფრო მეტი სტარტაპი და მათ დაინტერესოს ეკოსისტემი და ამასთან ერთად ქართულ სტარტაპებს მისცეს საშუალება რომ ისინი გავიდნენ და ნახონ საერთაშორისო პოტენციური ინვესტორები. მოახერხეთ დარწმუნება საერთაშორისო გიგანტების დაუშვათ რომელიმესი რომ საქართველოში დაინტერესებულიყო? მუდმივ რეჟიმში ეს არის ჩვენი პროცესი. ჩვენ წლის განმავლობაში დავდივართ დაახლოებით 3 ან 4 უმსხვილეს გამოფენაზე IT კომპანიების, სადაც ჩვენ ხვდებით მათ და ეს არის
პერმანენტული პროცესი, როდესაც ჩვენ უნდა ვესაუბროთ კომპანიებს, ანუ ეს არ ხდება ერთი შეხვედრის ფარგლებში. კომპანიას ხვდები ერთ წელში, შემდეგ მეორეში და მესამეში და ამის ფარგლებში შეხდება მისი დარწმუნება. შესაბამისად, შედეგი მე მგონი თავის თავზე მეტყობს 150 კომპანია, რა თქმა უნდა, თავის თავად ვერ შეძლებდა რომ მოეღწია საქართველოს და ის წარმატების ისტორია, რაც არის საქართველოში უკვე 3 წლის განმავლობაში, რაც შეძლო ჩვენმა სააგენტომ, ჯიტამ, იმ წამახარისმე მექანიზმმა, რომელიც სახელმწიფო შემოიღო, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შედეგი დადო. იგივე შეგვიძლია თქვა ვებ-სამიტზე. რა ინტერესიც გამოიწვია წელს საქართველოს ვებ-სამიტზე, არასდროს მსგავსი ინტერესი არ ქონია რეკორდული. რაში გამოიხატება, რა ინტერესიც გამოიწვია? პირველი არის რეკორდული რაოდენობის რეალურად დამთვალიერებელი ჩვენ სტენდზე დაინტერესებული პირები, როცა თამამად შეგვიძლია თქვა, რომ ვერც უმკლავდებოდით იმ ხელა ინტერესი მოდიოდა ჩვენ თამაშრომლების მიმართ და ძალიან კარგია. მეორე არის მიზნობრივი შეხვედრები, როცა ჩვენ ვთხოვდით კომპანიებს, რომ ჩვენ გვაქვს სული ვართ საქართველოსდან და გვინდა შეხვედრა, ეს კომპანიები თან ხდებოდნენ ამ შეხვედრებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მათ უკვე აქვს წარმოდგენა, იციან საქართველოს და რეალურად სხვა პარტნიორებისგან იციან, რომ საქართველოში არის ის ბიზნეს გარემო და ის ეკოსისტემა, რომელიც მათთვისაც შეიძლება შესაბამისი იყოს. შესაბამისად, ამ ნაწილში ჩვენთვის IT კომპანიების მოზიდვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქვე არის ის კომპონენტი ჩადებული, რომ ჯიტას მხარეს, რომელიც არის სტარტაპ ეკოსისტემაზე პასუხისმგებელი ქვეყანაში, რომ მათ ქონდეთ ამხელა პლატფორმა, რომ ვებ-სამიტის ფარგლებში წარმოჩინდეს ათობით ქართული სტარტაპი არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. კი ბატონო, და მივედით, რადგან გვიწევს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე საუბარი, ერთ-ერთ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტამდე, რომლის განხორციელებასაც ყველა ძალიან დიდი ინტერესი თველით, თუმცა რომელთან მიმართებაშიც მისი საწყისი ეტაპზევე რაღაც გარკვეული კითხვები გაჩნდა. მე ძალიან კარგად მახსოვს პირველად, როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ 6 მილიარდზე მეტი ის ინვესტიცია საქართველოში შემოვიდა და მაშინ იყო კითხვები, რომ ეს რეალურად არ განხორციელდება და ძალიან დიდ თანხაზეა საუბარი, ამიტომ ძალიან სკეპტიკური იყო დამოკიდებულება. ეხანდელი პოზიცია არის, რომ თავად Eagle Hills-თან მიმართებაში არის დაუშვათ კითხვები. შესაბამისად, იმ ადამიანის გადმოსახედიდან მე წინა გადაცემაში თქვენ მაშინ დეტალურად საუბრობდით, რომ როგორ მოხდა პირობითად Eagle Hills-ისთვის აი კონკრეტული ტერიტორიების შერჩევა, გადაცემა, ამ ტერიტორიებზე დაუშვათ შეთავაზება და შემდგომ. ამიტომ კიდევ ერთხელ მაყურებელს რომ კარგად ავუხსნათ, რაზეა საუბარი. ჯერ თავდაპირველად Eagle Hills-ზე, მათ შორის გაჩნდა კითხვა იმასთან მიმართებაში, რომ რეალურად რატომ Eagle Hills-ი და რატომ არა ემა არის სახელით, რატომ არ ხდება ამ ყველაფრის განხორციელება, დაუშვათ გარკვეული კითხვები ამ ნაწილშიც იყო ეკონომისტების მხრიდან. ამიტომ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მეტნაკლებად რა კითხვებიც არსებობს და რაც ბუნებრივია თქვენი კომპეტენციის ფარგლებშია, რომ იმაზე ამომწურავი პასუხი გავცეთ, რადგან ერთ-ერთი ის სახელმწიფო სტრუქტურა ხართ, რომელმაც იმუშავეთ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად იმ არჩკუბთან, რომ შესაბამისად მე უკვე მუხამედ ალაბარი ამ თავისი აი ამ ინიციატივებით შემოსულიყო საქართველოში. დავიწყოთ იმით, რატომ Eagle Hills-ი და რატომ არა სწორედ ემა არის სახელით. პირველ რიგში დავიწყოთ Eagle Hills-თან ნამდვილად ამ შემთხვევაში. Eagle Hills-ი არის ძალიან გამოსილი კომპანია. მას აქვს შესაბამისი პროექტები 10-ზე მეტ ქვეყანაში. რატომაც შეირჩა Eagle Hills-ი არის, რომ როცა მუჰამედ ალაბარი თავად ესტუმრა საქართველოს, მან შეაფასა ლოკაციები და წყლისპირა ლოკაციებზე და რეალურად ევროპულ დესტინაციის ადგილებში რეალურად ხდება Eagle Hills-ის სახელით შემოსვლა კომპანიების. ამ შემთხვევაში მეთივე გადაწყვეტილება იყო, რომ უფრო მეტად შეესაბამება იმ გამოცდილებას, იმ მენეჯმენტს, რეალურად იმ გაყიდვების მექანიზმებს, რომელიც Eagle Hills გააჩნია, ვიდრე ამ შემთხვევაში იმარს და ეს არის სრულად კომპანიის მხრიდან დაყენებული საკითხი და ჩვენც როცა ვნახეთ მათი სხვა პროექტები, ეს ლოგიკა სრულად გასაგები იყო ჩვენთვისაც. Eagle Hills-ი არ არის უბრალოდ ფინანსური ინსტრუმენტი, Eagle Hills-ი როგორც ვთქვით არის გამოცდილება, არის მასშტაბური პროექტები, არის გაყიდვების მექანიზმი, არის მენეჯმენტი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს პროექტის ხასიათს, ტიპს. რა დგას აი ამ 6 მილიარდის უკან? რას უნდა ელოდოს საზოგადოება? პირველ რიგში ეს არის რეკორდული ინვესტიცია საქართველოში, რასაც აი რა ნიშნავს რეკორდული ინვესტიცია? რაში იდება ეს 6 მილიარდი? მე ამ ყველაფერს იმიტომ გეკითხებით, რომ მაქსიმალურად ავუხსნათ ადამიანებს, რაზეა რეალურად ლაპარაკი. სრულიად ლოგიკური კითხვებია. 850 ჰექტარის განვითარება მოიაზრება ამ შემთხვევაში. შეიქმნება როგორც ახალი ინფრასტრუქტურა, ასევე რეკრეაციო სივრცეები. მოიაზრებს 2.4 მილიონი კვადრატული მეტრის მშენებლობას, 16,000-მდე საცხოვრებელი და ბინის მშენებლობას, 1500-მდე დაახლოებით ნომერი გაჩნდება სასტუმროების ნაწილში, გაჩნდება ეგრეთ წოდებული მარინა, რაც სამნიშნავანი და ახალი შეთავაზებაა ბათუმში და ყველაფერ ამას, რა თქმა უნდა, დაემატება კომერციული სივრცეები, რომელიც იქნება ეგრეთ წოდებული სავაჭრო სივრცეები, ოფისები და სხვა სახის კომერციული დანიშნულების ადგილები. ყოველგვარ ამას, რა თქმა უნდა, ჭირდება შესაბამისი სახის ინვესტიცია, რაშიც განხორციელდება ამ 6.6 მილიარდის ინვესტირება. კი ბატონო, ვინ იქნებიან მყიდველები აი იმ კონკრეტული მათ შორის ბინების, იმ კომერციული ფართების
ანუ ფასის მიხედვით ვიზე არის რეალურად ეს გათვლილი, იმიტომ რომ წინა განაცემაში თქვენ თქვით რომ ეს არ იქნება ისეთი თანხა, რომელიც ძალიან გაგვაუწევს, ანუ ქართული რეალობისთვის, ქართული დეველოპმენტისთვის შესაბამისი ფასები იქნება. და რაზეა რეალურად ლაპარაკი ამ ნაწილში ფასების კატეგორიაზე? ფასების კატეგორია სამ კომპანია არ დასახელებს, რა თქმა უნდა, ჩვენც გაგვიჭდება ამას საუბარი, მაგრამ შიდა საუბარში უკვე გვაქვს ის მიღწეული, რომ კომპანიას ხედავს ამას, რომ ბალანსი იქნება დაცული საერთაშორისო და ადგილობრივ მყიდველებს შორის. აღსანიშნავია, რა თქმა უნდა, კომპანიის პირველი ნაბიჯი იყო, რომ მათ გახსნეს რუსთაველზე მთავარ ქუჩაზე გაყიდვების ოფისი. რა თქმა უნდა, ეს არის ორიენტირებული მათ მოიზდონ ქართველი მყიდველები და ისინი ხედავენ, რომ ეს სეგმენტი საქართველოში არსებობს და რეალურად ამ პროექტის რეალიზება მოხდება საქართველოს მოსახლეობაში. შესაბამისად, მასის საფასო კატეგორიაც ისინი ძალიან კარგად ადგილობრივ ბაზარს და აგაგეთ ის რომ რასახის სხვა განვითარებები არსებობს და მათ იციან რომ შეძლებენ ამ პროექტის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზეც და როგორც ვთქვით თანაბარად ხედავენ ისინი რომ მოხდება ადგილობრივ და საერთაშორისო გამყიდველებზე ამის რეალიზება. კი ბატონო, რატომ კრწანისი და გონიო? რა პრინციპით შეირჩა თქვენ წინ გადაცემაში თქვით რომ ჩვენი შეთავაზება იყო, ქართული მხარის შეთავაზება იყო რომ ეს ორი კონკრეტული ლოკაცია აღებულიყო. რატომ ეს ორი ლოკაცია? აქ იყო საუბარი რომ აი რეკრეაციულ ნაწილს, გარემოს ნაწილს, რამდენად რეალურად ხომ არ დავაზიანებთ, რა საფრთხეები არსებობს, რა უპირატესობები ექნება სახელმწიფოს, რომ დაუშვათ ეს ნაწილი ისე არ დაზიანდეს, რომ მერე რაღაც გარკვეული პრობლემები შეიქმნას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის ორი დიდი მიწის ნაკვეთი, რომელიც ამშვენელი იყო, რომ მათი განვითარება მომხდარიყო და განვითარება ახალი ინფრასტრუქტურა, ამასთან ერთად მომხდარიყო მათი რეკრეაციული ფუნქციის შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად განვითარება, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ აქ განვითარდეს მწვანე სივრცეები და ამ კომპანიას აქვს ამის ინტერესი, რომ ეს შეძლოს. ამასთან ერთად, რეალურად კომპანიამ, როცა ნახა ეს ადგილები, შეიცვალა რამდენად კომპლექსურია განვითარება და ის თანახმა ამ პირობებზე, რომ მოახდინოს ამ პროექტებში ინვესტირება. რეალურად ჩვენ ნაწილში რაც არის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეგვექმნება ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი სივრცეები და ახალი შეთავაზებები, რაც აქცევს თქვა ბათუმს რეალურ 4 სეზონის დანიშნების ადგილას და ამასთან ერთად წანიში განავითარებს სრულად ახალ შეთავაზებას. რას შეცვლის ეს დაუშვათ იგივე მთლიანად ქართული დეველოპმენტისთვის, ამ მიმართულებისთვის, ამ სეგმენტისთვის და ეს სეგმენტი რამდენად განვითარდება უკვე სხვა რელსებზე, რამდენად გადავა სხვა რელსებზე, ანუ რამე ახალი დაიწყება ამ ნაწილით თუ დაუშვათ ეს პროექტი ერთი ჩვეულებრივი პროექტი შეიძლება იყოს ამ ნაწილში. ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო პირველ რიგში ის, რომ კომპანიამ თავად განაცხადა პირველივე საუბრების დროს, რომ მათი ინტერესი იყო, რომ ეს პროექტი განვითარდეს სწორედ ქართული კომპანიების მიერ. რეალურად ეს ნიშნავს, რომ ის სტანდარტი, ის ხარისხი, ის საერთაშორისო გამოცდილება, რაც ამ კომპანიას შემოაქვს საქართველოში, მოხდება მასი რეალიზება, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე ცოდნის გადმოტანის კუთხით ქართული კომპანიებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ასევე რა თქმა უნდა ეს ნიშნავს, რომ Eagle Hills-ი ამ პროექტების განხორციელებას უზრუნველყოფს ქართული კომპანიების საშუალებას. ამ პროცესში მიიღებს მონაწილეობას პირობითად ქართველი მშენებელი და ანუ სამშენებლო კომპანია ამას გულისხმობთ? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მოიაზრებოდა სამშენებლო პერიოდში შეიქმნება 24000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და შემდეგ ოპერირების დროს უკვე ამ ადგილების აი ეს დეტალები არის მაგალითად დაზუსტებული ამ პირობითად ვინ შეიძლება იყოს დაქირავებული კომპანიის მხრიდან. აი ეს დეტალები საქართველოს მოქალაქე რამდენი პროცენტი უნდა იყოს? აი ეს დეტალები ამ წინასწარ შეთანხმებებში არის განსაზღვრული? ამ შემთხვევაში, რადგანაც კომპანიის ინტერესი იყო, რომ საქართველოში განხორციელდეს პროექტი სწორედ ქართველი კონტრაქტორების მიერ, შესაბამისად პირდაპირ ეს მოიაზრებს, ეს იქნება, რა თქმა უნდა, ქართველი დასაქმებული მუშახელი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენთვის ეს არის უდიდესი პრიორიტეტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული მექანიზმები ამ კომპანიის მართვის ნაწილში და ეს, რა თქმა უნდა, არის ის, ვთქვათ, პრინციპები, რომელზეც ჩვენც თანახმოვართ და რა თქმა უნდა, კომპანიას თავისთავად მოიაზრებს. და მიხედვით ყველაზე ესეც საინტერესო რატომ თქვა სახელმწიფო, რატომ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო, რომ ამ შემთხვევაში ერთგვარად მეწილე ყოფილიყო აი ამ კომპანიის. რა რისკებს ხედავდით, ან რა რისკებისგან დაზღვევა არის სახელმწიფოს მხრიდან აი ის პროცენტი, რომელსაც ამ შემთხვევაში ამ პროექტში სახელმწიფო ფლობს? უნდა ვთქვათ, რომ ეს არის სრულიად კომერციული პროექტი. ამ შემთხვევაში არ იყო რაღაც რისკებისგან დაცვა, არამედ ჩვენ დავინახეთ ის კომერციული ინტერესი, რომელიც შეება ამ პროექტს მოეტანა და ჩვენ ვხედავთ ის, რომ არა მხოლოდ გადასახადები და სხვა ეკონომიკური ეფექტი, რომელიც შეება, რომ პოზიტიური იყოს ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში, არამედ პირდაპირ რეალურად მოგება, რომელიც შეება ამ პროექტმა მოუტანოს და ის მიწის კონტრიბუცია, რომელიც ჩვენ ვახდენთ, უნდა შეფასებული იყოს შესაბამისად და რა თქმა უნდა საქართველოს და ქვეყანამ და მიიღოს ის შემოსავალი ამ პროექტიდან, რასაც ვფიქრობთ, რომ ჩვენ ამ მეწილეობით
მივაღწევთ. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ რა ვის ან რა ახალ ასეთ ინვესტორს უნდა ველოდოთ? მე ყველა სტუმრობისას ვკითხულობ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან დიდია ბუნებრივია ინტერესი. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, თავად ეს თემა Eagle Hills-ის შემოსვლა და მრავალმილიარდიანი ინვესტიციის დაანონსება განხორციელების ყველა ეტაპზე ბუნებრივია, რომ კითხვები იქნება და შესაბამისად პასუხებიც უნდა გავცეთ, მაგრამ უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ვკითხულობ კიდევ ერთხელ, რას მისცემს ქართულ საინვესტიციო ბაზარს ეს პროექტი და რომელ ახალ კომპანიებს უნდა ველოდოთ ქვეყანაში? პირველ რიგში ეს არის დობა ქართულ საინვესტიციო ბაზრის მიმართ, თორსა ამხელა კომპანია და ესეთი ცნობადი ადამიანი ამ სექტორში, როგორც არის მოჰამედ ალბარი, წყვეტს რომ ის შემოვიდეს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს ხდება რეგიონში და მის მიმართ ცნობადი ფაქტორი და ეს რეალურად არის ნიშანი, რომ საქართველოს არის მზად რომ მიიღოს და უზრუნველყოს ამ მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელება. მეორე ეს არის ცნობადობა ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნის დეველოპმენტის სექტორის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს, რომ სხვა კომპანიები დაინტერესდებიან თუ როგორი დინამიკით ვითარდება საქართველოს დეველოპმენტ სექტორი და რა თქმა უნდა მათ ინტერესებში შედის ეს და ჩვენ უკვე ვნახეთ გასული 6-7 წლის განმავლობაში სხვა კომპანიის ინტერესი საქართველოს მიმართებაში რომ მათ განახორციელონ გარკვეული ინვესტიციები და გარკვეულ მოლაპარაკებებში ვართ ამ კომპანიებთან. მე წინა ეთერში დავაანონსე რომ გარკვეული ერთი კომპანია რომელიც ყოველთვის სასიხალო იქნება უხელს მომავალში გააკეთებს საჯარო განცხადებას ჩვენთან ერთად რომ ის შემოიწყოს რომელ მიმართულებას ეს იქნება კომერციული მიმართულება მოდი ესე ვიტყვი ამ ეტაპზე და რა თქმა უნდა ამას დავტოვებ შემდეგ ეთერში რომ ერთად კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებ და მე იმედი მაქვს რომ შემდგომ თუ რაიმე ახალი კითხვა გაჩნდება ამ პროექტებთან მიმართებაში კლავაც სიამოვნებით გვეწვევით და გასცემთ პასუხს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებამ ყველა ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღოს. თორნიკე ზირაქიშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.